მოგესალმებით. დღეს შაბათია, საღამოს 9 საათი და ტრადიციულად ამ დროს პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. ახალ სეზონს ჩვენ ვიწყებთ ახალი და კიდევ უფრო საინტერესო რეპორტაჟებით. ჩვენ არ გაშინებთ. ეს უბრალოდ რეალობაა. მე-20 საუკუნის უდიდესი ბირთვული კატასტროფა შესაძლოა 21 საუკუნეშიც განმეორდეს და თითოეულ ჩვენგან შეეხოს. აფეთქება, რომელმაც სამყარო შეცვალა და საქართველოშიც კარგად ახსოვთ. ჩერნობილი 24 წლის შემდეგ ისევ საფრთხეს გვიქმნის. იქ ყველაფერი თავიდან იწყება. სოფლიოს ახალი გამოწვევა. ვადა გავიდა, სარკოფაგმა დაშლა დაიწყო და უფრო დიდი ტრაგედიით გვემუქრება. პირველად 24 წლის შემდეგ. გადამღები ჯგუფი საქართველოდან ჩერნობილის ყველაზე სარისკო ზონაში ჩადის. რეპორტაჟი მკვდარი ქალაქიდან და ჩერნობილის ერთადერთი მოსახლე. სამყარო სიცოცხლის გარეშე. Серьезно? Кариеде. Ты что, давинцурებულები ვართ ესე? ჰა? ძიმე რა ხდება? ჟურნალისტი გიორგი გაბრიჩიძე და ოპერატორი დიმიტრი ხანდამაშვილი სიცოცხლის რისკის ფასად გაჩვენებენ რა ხდება რეალურად ჩერნობილში. აქ თითოეული არასწორი ნაბიჯი სიკვდილს უდრის. ვახოს ანაიას რეპორტაჟი. ჩერნობილის გაღვიძება. მოგზაურობა მკვდარ ქალაქში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩერნობილის ყველაზე სარისკო ზონაში შევიდა. ამ ადგილებში ნებისმიერ ნივთთან შეხებაც კი სასიკვდილოა. აპოკალიფსის ერთი დღე, როგორც ჩერნობილში მოგზაურობას უწოდებენ. თავაზობთ გიორგი გაბრიჩიძისა და დიმიტრი ხანდამაშვილის რეპორტაჟს. ეს საქართველოდან პირველი გადამღები ჯგუფია, რომელიც ჩერნობილის ყველაზე სარისკო ზონაში შევიდა. დახურული ზონა ორი დღით ჩვენთვისაც იხსნება. ეს ჩერნობილია, ადგილი, რომელმაც მსოფლიო შეძრა. რადიაციული დაბინძურებით კი ჰიროსიმასა და ნაგასაკის ბირთვულ ტრაგედიას 400-ჯერ გადააჭარბა. აქედან იწყება მკვდარი ზონა. შესვლისას სპეციალური ნებართვაა წარსადგენი და 3 საკონტროლო გამშვევი პუნქტია გასავლელი. რადიაციულ ზონაში აკრძალულია თვითმფრინავების დაბალ სიმაღლეზე ფრენა. დაბინძურებული ტერიტორია 2600 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
აქ დიდხანს გაჩერება სიცოცხლისთვის საშიშია. ზონაში შესვლისას სასურველია სპეციალური ეკიპირების ჩაცმა. გამოსვლისას კი ტანსაცმლის დატოვება. განსაკუთრებით საშიში არის აი ეს მწვანე ბალახები. როგორც ჩვენი გიდი გვევნება, აქ დაბიჯებამ შეიძლება ადამიანს სერიოზული ზიანიც მიაყენოს, იმიტომ რომ გამოსხივება ნორმას დაახლოებით 10-ჯერ აღემატება. ჩერნობილს მუდმივი მოსახლეები არ ყავს. მხოლოდ დროებითი მობინადრეები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ. ესენი არიან მეხანძრეები და ატომური სადგურის თანამშრომლები. მუშაობის გრაფიკი კი ასეთია: 15 დღე ზონაში, 15 დღე ზონის გარეთ. ორ კვირაზე მეტხანს გაჩერების შემთხვევაში ორგანიზმი სიცოცხლისთვის სახიფათო, ნორმაზე მეტ დასხივებას იღებს. ჩერნობილი ტიპური საბჭოთა ქალაქია, ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკებით და ბარაკებით. აქ დრო 1986 წლის 26 აპრილს გაჩერდა. მას შემდეგ ქალაქი და გარშემო სოფლები მიტოვებულია. სახლები და გზები ხეებით, ბუჩქებით და ბალახებით დაიფარა. ჩერნობილის გარშემო ტყეში შესვლა რეკომენდირებული არ არის, რადგან ნიადაგი დღემდე საშიში ნარჩენებითაა გაჟღენთილი. ძალიან მძიმეა უყურო აქაურობას, როცა ხედავ, რომ ირგვლივ არავინ ცხოვრობს. მე ბირთვულ ფიზიკოსთა ჯგუფს წარმოვადგენ, ჩვენ ამჟამად დაბინძურებულ ზონაში ვმუშაობთ, რათა გავეცნოთ სარკოფაგთან და ნიადაგთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას. ჩვენ ვიკვლევთ უშუალოდ სარკოფაგის გარშემო ტერიტორიას, სპეციალური ხელსაწყოებით ვზომავთ ნიადაგს და გარემოს. ყველასათვის ცნობილია, რომ სარკოფაგიდან რადიაცია ჟონავს. ზონის შიგნით ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ძალიან დაბინძურებულია, თუმცა ბევრ ადგილას რადიაციამ დაიკლო. There was not too much radiation except some special places. ჩერნობილში თანამშრომლების ჩაწერა და გადაღება აკრძალული გვაქვს. ამიტომ ვცდილობთ ვიპოვოთ მუდმივი მცხოვრები. ქალაქში ძებნას აზრი არა აქვს. გარშემო სოფლებში კი ერთადერთ ადამიანს, მარიან ნავალნას მივაკვლიეთ, რომელმაც საკუთარი სახლი კატასტროფის შემდეგაც არ მიატოვა. მის გარშემო ყველა მეზობელმა საშიში ზონა სამუდამოდ დატოვა. საოცარია, მაგრამ 84 წლის ქალბატონი არც ჯანმრთელობას უჩივის და საკვებად საკუთარი ბოსტნიდან მოპოვებულ პროდუქტებს იყენებს. Такие вроде борщики. Родилась тут. აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ვიცხოვრებ სიკვდილამდე. როცა კატასტროფა მოხდა, ბევრმა დატოვა აქაურობა. მე მარტო დავრჩი, იმიტომ რომ მიყვარს ჩემი მშობლიური მხარე. ეს ჩემი სამშობლოა. ჩემს სახლში უკეთ ცხოვრობ. ნათესავები იშვიათად, მაგრამ ჩამოდიან. სიცოცხლის რამდენიმე წელი მაქვს დარჩენილი და არაფრის არ მეშინია. ჩემს გარშემო ადრე ბევრი ცხოვრობდა, ახლა სრულიად მარტოა. Старейшие померли уже. ეს არც ხანძრის და არც დაბომბვის შედეგია. წითური დღე მას შემდეგ დაერქვა, რაც რადიაციის უზარმაზარმა დოზამ წიწვოვანი ფლორა თლიანად გაანადგურა. 24 წელი გავიდა. აქ ბუნება უძლური აღმოჩნდა. წითურ ტყეში რუსული საიდუმლო რადარი დუგა 3 მდებარეობდა, რომელიც ცივი ომის დროს ნატოს სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს აკონტროლებდა. ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა რადარი მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან. ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა ამ საშინელმა კატასტროფამ, რომელიც ბირთვულ რეაქტორთან არასწორი მოპყრობის შედეგია. მხოლოდ წითური ტყე არ განადგურებულა, რადიაციამ 1000-ობით ჰექტარი იმსხვერპლა. აქ ჩვენ ადგილზე ვაგროვებთ ინფორმაციას და ვატარებთ კვლევებს. დიდხანს მუშაობა სახიფათოა, ცხოვრება კი წარმოუდგენელი. ჩვენ ავიღეთ ჰაერიდან სინჯები, რადიაციის დონე საკმაოდ მაღალია. ახლა ამ წუთასაც კი, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ. სანამ ქალაქ პრიპიატში შევალთ, სიკვდილის ხიდი უნდა გავიაროთ. ეს სახელი ტრაგედიის შემდეგ დაერქვა. 1986 წლის 26 აპრილის ღამეს ქალაქ პრიპიატის მობინადრეები ამ ხიდიდან უყურებდნენ, როგორ აფეთქდა ვლადიმერ ილიშის სახელობის მეოთხე ბირთვული რეაქტორი. ჩვეულებრივი ხანძარი ეგონათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ წინაშე ატომური ბომბის ტოლფასი ამოფრქვევა ხდებოდა. ხიდზე ვინც იდგა, ყველა დაიღუპა. ხიდის ქვევით აფეთქების მომენტში დასავლეთ უკრაინიდან მოსკოვისაკენ მიმავალმა მატარებელმა ჩაიარა. მოგვიანებით ყველა მგზავრმა, ვინც ბილეთი წარადგინა, ჩერნობილელის სტატუსი მიიღო.
სიკვდილის ხიდთან ახლოს რადიაციას ზომავთ. დოზიმეტრმა დღესაც სიცოცხლისთვის საშიში რადიაციული დონე დააფიქსირა. ალბათ, ასეთი იქნებოდა მთელი მსოფლიო ბირთვული ომის შემთხვევაში. ქალაქ პრიპიატში რადიაციული ოკუპაცია მოხდა. თანაც მინიმუმ 100,000 წლით. აქ საშიშია არა მხოლოდ ცხოვრება და მუშაობა, აქ მთელი დღე გაჩერებაც არ არის რეკომენდებული. პრიპიატი მკვდარი, მოჩვენებების ქალაქია, რომელსაც არათუ ადამიანები, ცხოველებიც კი გაურბიან. რეაქტორიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი 1970 წელს აშენდა. 50,000-იანი მოსახლეობა კი ერთ ღამეში გაქრა. კატასტროფის შემდეგ პერიოდში პრიპიატის ხშირი სტუმრები მოროდიორები იყვნენ. ახლა კი ტურისტები არიან. კითხეს წამოხვალ ჩერნობილში, რატომაც არა, უპასუხე და აი წამოვედი. ყოველთვის მინდოდა მენახა ეს ადგილი, მე ახლა პირველად ვარ, მაგრამ მომავალში კიდევ რამდენჯერმე ვაპირებ ჩამოსვლას, რომ უკეთესად შევისწავლო აქაურობა. როცა პრიპიატი დავინახე, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი. წარმოვიდგინე, რომ აქ ათასობით ადამიანი ცხოვრობდა და უცბად ყველაფერი მიატოვეს. ბევრი დაიღუპა, ბევრს საშინელი დაავადება დაემართა. მეორე მხრივ, ჩვენ სლოვაკეთში მსგავსი ქალაქები გვაქვს. არქიტექტურას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. როცა დავინახე ეს შენობები, მივხვდი, რომ ჩემს ქალაქს ძალიან გავს. სანამ ჩამოვიდოდი, ჩემი მეგობრები იყვნენ წამოსულები, რადიაციით არ დასხივებულან. წასვლისას რენტგენს აუცილებლად გადავიღებ. არც ისეა საქმე, რომ აქ ჩამოვიდეს ვინმე და თქვას, იცი საშიში არაფერია და მიდი იცხოვრე. ჩერნობილში მე უკვე მეორეჯერ ჩამოვედი. პირველად როგორც ტურისტი ისე ვიყავი. იმხელა შტაბ-ჭილება მივიღე, რომ კიდევ გადავწყვიტე წამოსვლა. ამჟამად უკვე პროფესიული საქმიანობით და მინდა სტატია მოვამზადო. აქ გადაადგილება სახიფათოა და შეიძლება ჯანმრთელობაზეც აისახოს. თუ აქაურ გიდებს და წესებს არ დაემორჩილებ. ჩემთვის ყველაზე საინტერესო მოჩვენებების ქალაქი პრიპიატია. როდესაც შედიხარ, თითქოს გრძნობ თუ რა ხდებოდა კატასტროფის დროს. როგორ იმოქმედა რადიაცია მოსახლეობაზე. ქალაქში 1 საათი ვიყავი, როდესაც გამოვედი შვებავი გრძენი. საშინელება ამ მკვდარ ქალაქში ყოფნა. პრიპიატის გასართობი პარკი ავარიიდან 4 დღეში საპირველ მაისოთ უნდა გახსნილიყო. ერთადერთი რაც ამოქმედდა ეშმაკის ბორბალი იყო. ისიც იმ ათასობით ლიკვიდატორისთვის, რომლებიც აფეთქებულ რეაქტორზე მძიმე სამუშაოებს ასრულებდნენ და დასასვენებლად აქ მოდიოდნენ. პარკის ტერიტორიაზე გრუნტი დღესაც მძიმე რადიაციული ნარჩენებითაა დაბინძურებული. წუთში 7,000 ბეტა ნაწილაკი გამოსხივდება. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ნორმა 5 ბეტა გამოსხივებაა. ფეხსაცმელზე 20 ნაწილაკზე მეტი თუ მოხვდა, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე გარეცხვა მომიწევს. რადიაციას არა აქვს სუნი, არის უხილავი, მისი შეგრძნება შეუძლებელია. რადიაციის აღმოჩენა მხოლოდ ამ დოზიმეტრებით შეიძლება, რომლის გარეშე დაბინძურებულ ზონაში გადაადგილება სიკვდილის ტოლფასია. საკმარისია დოზიმეტრმა აჩვენოს გამა გამოსხივება, რომ ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ. ახლა არის 85, 87, 100, 103. არა, იქ თუ გასაში არის. ახლა ჩვენ ქალაქ პრიპიატის სტადიონზე ვიმყოფებით, თუმცა აქ სტადიონი პირობითად არის. ზუსტად 24 წელიწადში მოედანი გიგანტური ხეები დაიფარა. რადიაციის გაჟონვის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის გარშემო მდებარე მრავალი დასახლებული პუნქტი უსაფრთხოების მიზნით მიწაში დამარხეს. თითოეულ ასეთ დასახლებას კი რადიაციის ამომცნობი ნიშნები დაუმოქმედა. როგორც ჩვენი გიდი გვიხსნის, ეს არის ყველაზე საშიში ზონა, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი გამოსხივება. ჩვენ ზუსტად 5 წუთი უნდა დავრჩეთ აქ, იმიტომ რომ მეტი გაჩერება უბრალოდ სიცოცხლისთვის საშიში არის.
ეს ჯავშან ტექნიკის ყველაზე მასიური სასაფლაოა. აქ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო და სახანძრო მანქანებია დატოვებული. ამ ტექნიკას ავარიის ლიკვიდაციისთვის იყენებდნენ. მაღალი დასხივების გამო კი ადგილზე მიატოვეს. აქ წუთში 500 მიკრორენტგენია, რაც ძალიან დიდ დასხივებას ნიშნავს. ტექნიკაზე ხელის შეხება კატეგორიულად აკრძალულია. ჩვენი დრო იწურება. ამიტომ მე და ჩემმა ოპერატორმა დიმიტრი ხანდამაშვილმა ტერიტორია სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ. რადიაციული ზონის დატოვებისას სავალდებულო შემოწმებაა გასავლელი. წითელი ღილა კი დაბინძურებას და კარანტინში დატოვებას ნიშნავს. ყვითელი სუბუქ დასხივებას, მწვანე კი შინ მშვიდობით დაბრუნებას. რადიაციის ზონას დავტოვებთ, აუცილებელი შემოწმება უნდა გავიაროთ. ეს სპეციალური აპარატი არის. წითელი თუ აინთო ეს იმას ნიშნავს, რომ აქედან ვერ გავარ და ეს კარები ვერ გაიღება. ახტება? გრიაზნა? ვიცი, ვერ ხტები. იქა ხო? მას თავიდან დავიწყებ, ხო? სანამ რადიაციის ზონას დავტოვებთ, აუცილებელი შემოწმება უნდა გავიაროთ. გრიაზნა? კარი იღება. ბიჭო, დაბინძურებულები ვართ ესე? ჰა? ძიმე რა ხდება? საბედნიეროდ ჩვენი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდა. გაირკვა, რომ ბედის ირონიით საბჭოთა ტექნიკა მწყობრიდან სწორედ მაშინ გამოვიდა, როცა ჩვენ გავდიოდით შემოწმებას და წითელი ღილა კი სწორედ ამიტომ აინთო. ჩერნობილს ვტოვებთ, მაგრამ შეუძლებელია იმ უმძიმესი შთაბეჭდილებების დავიწყება, რომელიც ჩვენზე ქალაქ პრიპიატის საბავშვო ბაღმა მოახდინა. აქ სიცოცხლე ზუსტად 24 წლის წინ დამთავრდა. ქალაქ პრიპიატში მარადიორება აბსოლუტურად ყველასახლი გაძარცვეს. ერთადერთი რაც შედარებით ხელშეუხებელია ეს საბავშვო ბაღია, სადაც ეს სათამაშოები მაინც შემორჩა. ამ სათამაშოთი პატარა სათამაშო სარეცხის მანქანით 1986 წლამდე ჩერნობილელი ბავშვები თამაშობდნენ. ისინი ახლა ცოცხალი აღარ არიან. სათამაშო ჩემივე უსაფრთხოების მიზნით დალუქულია. მსგავსი რამ რომ აღარასოდეს განმეორდეს, ჩერნობილის ახალ პროექტზე კოლოსალური თანხები დაიხარჯება. იმისთვის რომ გავიგოთ რა მასშტაბის საფრთხეს ქმნის ჩერნობილის ბირთვული რეაქტორი, დღეს 24 წლის შემდეგ საკმარისია თვალი გადავავლოთ ქვეყნებს, რომლებმაც თანხა გაიღეს ახალი სარკოფაგის დაფინანსებისთვის. ესენია შეერთებული შტატები, ისრაელი, ქუვეითი, ევროკავშირი. თუ ჩერნობილის რეაქტორის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა, ან მცირე შეცდომა მაინც იქნა დაშვებული, მსოფლიოს ემუქრება უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე 1986 წელს მოხდა. ტრაგედიის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს. რადიაციული სიკვდილი ნებისმიერ წუთას შეიძლება დადგეს. არავინ იცის რა მასშტაბით. ავარიის შემდეგ მეოთხე ბლოკში 200 ტონამდე ატომური საწვავი ურანია დარჩენილი.
ატომური ელექტროსადგურის გარშემო მდებარე სარკოფაგს ნაპრალები გაუჩნდა და რადიაცია ყველა მხრიდან ჟონავს. ნაგებობის ირგვლივ კოროზია დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ზოგიერთ ადგილას კი მსუბუქი ავტომობილის ზომის ნაპრალებია წარმოქმნილი. სარკოფაგისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს წვიმა. ნალექის შედეგად სახურავი დაზიანებულია. წყლისა და მტვრისგან კი წარმოქმნილია რადიოაქტიული მტვერი. ამ ყველაფრის შედეგად სარკოფაგის კედლებზე 10,000-ობით მიკრორენტგენი გამოსხივებაა. მეოთხე ბლოკის შიგნით სამუშაოების შესრულება წარმოუდგენელია. სპეციალისტები გარედან 4-დან 10 წუთამდე მუშაობენ. შემდეგ კი დაბინძურებულ ზონას ტოვებენ. თავისი შედეგით იყო რაღაც უსაშენელესი კატასტროფა. აი ამ ავარიამ, ამ ენერგობლოკის ავარიამ ჩერნობილის ელექტროსადგურისა პრინციპულად შეარყია ატომური ენერგეტიკის საფუძვლები. და არა მარტო ატომური ენერგეტიკის, არამედ მე მგონია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასეთი აზრი გვაქვს, რომ შეარყია საბჭოთა სახელმწიფოებრიობაც კი. ინჟინერთა დასკვნით 6-ბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში სარკოფაგი დაინგრევა და მსოფლიო ახალი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. სეისმოლოგთა გამოთვლით ასეთი მიწისძვრა ამ ადგილებში საუკუნეში ერთხელ ხდება. ჯერჯერობით 100 წელი ისე გავიდა, რომ ამ სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები არ მომხდარა ამ ტერიტორიაზე. არსებობს კიდევ ერთი საფრთხე. ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა კავშირმა სარკოფაგი ყოველგვარი გეგმის გარეშე სტიქიურად ააშენა. რადიაციის შემაკავებელი ნაგებობა მხოლოდ 20 წელზე იყო გათვალისწინებული. შედეგად დღეს ჩერნობილი და მთელი მსოფლიო ბირთვულ ნაღმზე მიტოვებული აღმოჩნდა. ცნობილი რუსი ეკოლოგი და ჩერნობილის შესახებ სკანდალური წიგნის ავტორი ალექსეი იაბლოკოვი ავარიის შემდეგ განვითარებულ მუტაციაზე ლაპარაკობს, რომელიც როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში განვითარდა. არის მუტაციის შემთხვევები, რომელიც ძირითადად მერცხლებში ხდება. ჩერნობილმა ზეგავლენა არა მხოლოდ ადამიანზე, ბუნებაზეც მოახდინა. 30 კილომეტრიანი ზონის ზოგიერთ ნაწილში დღეს ლოსები დარბიან, წეროები დაფრინავენ. ადამიანის წასვლის შემდეგ იქ ცხოველები გამოჩნდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. პირიქით, 30 კილომეტრიანი ზონა შავი ხვრელია, რომელიც ყველაფერს ითრევს. მაგალითად, გადამფრენი ჩიტები ზონაში მოხვედრის შემდეგ უკან აღარ ბრუნდებიან და იღუპებიან. ატომური სადგურიდან გამოჟონილი რადიაციული ნივთიერებები, ცეზიუმი, სტონციუმი და პლუტონიუმი ნიადაგის სიღრმეშია წასული და იქიდან ახლო მდებარე მცენარეებსა და სოკოებზე ხვდება. შემდეგ კი მწერებსა და ცხოველებზე გადადის. რადიაციის ზონაში დაბინძურებულია წყალსაცავები, მდინარეები, ტბები. Вот это вот вы сейчас являетесь свидетелем реальных физических работ по строительству нового безопасного конфайнмента. ახლა თქვენ გახდით რეალური ფიზიკური მშენებლობის დაწყების მოწმე. ამ წუთაზე ხიმინჯების მიწაში ჩასობა ხდება, რათა მომავალი ფუნდამენტი მომზადდეს. სანამ ეს სამუშაოები დაიწყებოდა, არსებული სარკოფაგი გავამაგრეთ, რომ არ ჩამონგრეულიყო. მშენებლობის დაწყებისას სარკოფაგის ირგვლივ იძულებულები გავხდით გრუნტი გაგვეწმინდა, რომელიც დასხივებული იყო. მოიჭრა 2-დან 4 მეტრამდე სისქის ბეტონი. ეს სამუშაოები იმიტომ შევასრულეთ, რომ მომავალში აგვეცილებინა რადიოაქტიული სიურპრიზები. ახალი სარკოფაგი თაღის ფუნქციას შეასრულებს. ეს არ არის მხოლოდ დამცავი კარკასი, არამედ ეს არის ურთულესი ტექნოლოგიური კომპლექსი. თუმცა უნდა ითქვას, რომ დღეს ძალზედ მწვავედ დგას არსებული სარკოფაგის არახერმეტიულობის საკითხი. წინ რთული სამუშაოები გვაქვს. Минимизировать эти риски. ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ცენტრალურ სადისპეტჩეროში ინტერვიუს ჩაწერა სწორედ ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას დაემთხვა. დაგვიანებით, თუმცა მშენებლობა დაიწყო. კონსორციუმი ნოვარკა ახალ 100 წლიან სარკოფაგს აშენებს, რომელიც ჯერ მეოთხე ბლოკის გვერდით დამონტაჟდება და შემდეგ რელსებით ძველ სარკოფაგს გადაფარავს. ახალი ლითონის კონსტრუქცია, რომელიც 20,000 ტონას იწოვის, სიმაღლეში 35 სართულის, სიგანეში კი 4 საფეხბურთო მოედნის ზომის იქნება. კონსტრუქცია 870 მილიონი ევრო ჯდება და 2012 წელს უნდა დასრულდეს. პროექტი განვითარებული სახელმწიფოების დახმარებით ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ ძველი სარკოფაგის შიგნიდან დაშლა დაიწყება. სამუშაოებს სპეციალური ამწე რობოტები შეასრულებენ.
მეცნიერების მონაცემით მეოთხე ბლოკზე რეაქტორის შიგნით ტემპერატურა დღესაც 200 გრადუსს აღწევს. პროფესორ ჩერნოშენკოს მტკიცებით კი 1986 წელი კატასტროფის მხოლოდ დასაწყისი იყო და რეალური საფრთხე ახლა ჩნდება, რადგან სარკოფაგი აუცილებლად დაინგრევა. ჩერნობილის ავარიული სადგურის რეაბილიტაციის შესახებ მოლაპარაკებები 17 წელი გრძელდებოდა. დრო ძალიან გაჭიანურდა. წლების განმავლობაში ჩერნობილიდან მომდინარე საფრთხეების გასცენ ნეიტრალებლად მილიარდობით დოლარი დაიხარჯა. მარტო ობამას ადმინისტრაციამ უკრაინის მთავრობა რეაბილიტაციისა და საფრთხეების გასცენ ნეიტრალებლად 4 მილიარდი დოლარი დააფინანსა. Период, который мы сейчас живем, называется атомным ренессансом. პერიოდი, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ, ატომური რენესანსი ჰქვია. დღეს დიდი ბრძოლა არის ატომური ენერგეტიკის დამცველებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მომხრეების მტკიცებით, ატომური ენერგიის გამოყენებით მსოფლიოს კლიმატის ცვლილებებისგან და გამონაბოლქვისგან დაიცავენ. მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან თუ ჩვენ გვინდა ვაწარმოოთ გამდიდრებული ურანი, მას სჭირდება უზარმაზარი მანქანები, რომელიც დიზელსა და სხვა ტიპის საწვავზე მუშაობს. მოკლედ რომ ვთქვათ, ატომური ენერგეტიკა არც თუ ისე სუფთაა. თანაც ბირთვული ბომბის მსგავსად ის დაკავშირებულია მრავალ საიდუმლოსთან. კატასტროფის შემდეგ ოფიციალურად 3 წელიწადნახევარი ჩერნობილის შესახებ აკრძალული იყო რაიმე სახის მონაცემების მოპოვება. შემდეგ განაცხადეს, აი ხედავთ, არაფერი მომხდარა. მაგრამ სად არის ლეიკემიაზე მონაცემები? როდესაც ექიმებს ამ დიაგნოზის დასმას უკრძალავენ. ამ პერიოდში ბევრი ფაქტი დაიკარგა, ბევრი მონაცემები წაიშალა. ჩერნობილის ირგვლივ დღეს უკვე აღარაა გასაიდუმლოებული ფაქტები, თუმცა კვლევების ჩასატარებლად ფული არ არის. ეს საიდუმლოდ დარჩენაზე უარესია, როგორც იტყვიან, რაც ნაკლები იცი, უფრო კარგად გძინავს. დღეს ასეთი სიტუაციაა ჩერნობილსა და ატომური ენერგეტიკის შესახებ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, რომელიც 4 ბლოკს მოიცავს, ავარიამდე უკრაინის მე-10-ით სამარაგებდა ელექტროენერგიით. კატასტროფის შემდეგ ბლოკზე მუშაობა შეჩერდა, მაგრამ ავარიიდან 6 თვეში გარშემო ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ პირველი და მეორე ბლოკი ამუშავდა. მესამე ბლოკი კი 1987 წელს ჩაირთო. 1991 წელს მეორე ბლოკზე ხანძარი გაჩნდა და მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. 2000 წელს სადგური სამუდამოდ დაიხურა. ჩერნობილის ტრაგედიაზე იმდენი რამ ითქვა და დაიწერა, ამას რა თქმა უნდა ვერანაირი გადაცემა ვერ დაიდოს. მაგრამ ჩვენ ვეცადეთ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება მაინც გაგაცნოთ. ჩეხური გამოცემა დნესი წერს: ჩერნობილი გახდა დასასრულის და დასაწყისიც. ეს იყო იმ კულტურის დასასრული, როცა მალავდნენ და იზოლირებას უკეთებდნენ ცოდნას ჩვენი ყოფილი დიდი ძმის ქვეყნებში. ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას დაენახა მომხდარი კონტექსტში, თუ რატომ მოხდა ასე. ეს იყო ეტაპის დასასრული, როცა ბირთვული ენერგეტიკა ვითარდებოდა იზოლირებულად ერთ რომელიღაც რეგიონში, განცალკევებულად. ეს იყო გამოცდილების გაზიარების დასაწყისი ქვეყნებსა და მკვლევრებს შორის. ჩერნობილმა დაგვანახა, რომ ბირთვული უსაფრთხოების საკითხების ცდება სახელმწიფოს საზღვრებს. ეჭვგარეშეა ჩერნობილმა დააჩქარა საბჭოთა რეჟიმების დაცემა. 1986 წლის სექტემბერში, იმ დროს, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა სულ რამდენიმე თვის მომხდარი იყო, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით რადიაციით დაბინძურებულ ქალაქში ფოლკლორული ანსამბლი ჟალეიკა ჩავიდა. მათ კატასტროფის ლიკვიდატორთათვის სამხედრო ბანაკში ქალაქ პრიპიატში კონცერტი უნდა გაემართათ და ამით მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინათ, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. კონცერტმა წარმატებით ჩაიარა. ამ დროს ღონისძიების ადგილზე რადიაციის დონე კრიტიკულზე ბევრად მაღალი იყო. საბჭოთა პროპაგანდამ კრახი განიცადა. ანსამბლის წევრებმა რადიაციული დასხივება მიიღეს. თითქმის ყველა მათგანი გარდაიცვალა. ქალაქ პრიპიატში საბავშვო ატრაქციონების პარკი ტრაგედიამდე შენდებოდა, მაგრამ მისი გახსნა რადიაციულ კატასტროფის გამო ვერ მოხერხდა. მის მაგივრად 20 წლის შემდეგ თავად ეს ტერიტორია იქცა ერთგვარ ატრაქციონად. ჟურნალმა Forbes-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ჩერნობილს ექსტრემალური გართობის ადგილი უწოდა. ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩადის ტრაგედიის ადგილას, რომ საკუთარი თვალით იხილოს აპოკალიფსი. მიუხედავად ამ ტრაგედიის მასშტაბებისა და რადიაციული საფრთხისა, ეს ტერიტორია ერთგვარ ატრაქციონად იქცა. საბჭოთა მთავრობა ბოლომდე მალავდა ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. ჩერნობილის დაავადებით ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი იღუპება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის მონაცემით მსხვერპლი 100,000 აჭარბებს. სხვა დასავლური სამეცნიერო წყაროების მიხედვით კი მიღებული დასხივების შედეგად 1986 წლიდან დღემდე დაიღუპა მილიონი ადამიანი. საქართველოდან ჩერნობილში ჩასული იყო 2000 ლიკვიდატორი. მათი ასაკი 17 წლიდან იწყებოდა და მათ ისიც კი არ უთხრეს სად უშვებდნენ. ეს ახალგაზრდები პრაქტიკულად შეგნებულად გასწირეს. 1986
საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლები. ტოტალიტარული სისტემა მთლიანად მოშლილია. რეჟიმის ლპობამ ყველა სფერო მოიცვა. 25 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მეოთხე ბლოკის გაჩერება და ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყდა, რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში გენერატორის ტურბინის ინერციის გამოყენებას გულისხმობდა. ცდები 700 მეგავატ სიმძლავრეზე უნდა ჩატარებულიყო. სადგურის ოპერატორის უყურადღებობის გამო სიმძლავრე 30 მეგავატზე დაეცა. გადაწყდა სიმძლავრის მომატება. მოულოდნელად ტემპერატურამ 4-5000 გრადუსს მიაღწია. ღამის პირველ საათზე ზედიზედ 2 ძლიერი აფეთქება მოხდა. კონსტრუქცია ამ სახით იდგა, ტექნოლოგიური არხები აქტიურ ზონაში მდებარეობდა. ძლიერმა აფეთქებამ ეს კონსტრუქცია 30 მეტრ სიმაღლეზე აისროლა. შენობა დაანგრია და ვერტიკალური მდგომარეობა მიიღო. ეს მეოთხე ბლოკის ზუსტი მაკეტია. ამ კონსტრუქციის წონა 2000 ტონაზე მეტია. ეს იყო წარმოუდგენელი სიმძლავრის აფეთქება, რომელმაც ყველანაირი უსაფრთხოების სისტემა და ბარიერი გაანადგურა. Вес этой конструкции более 2000 тонн. აფეთქების მომენტში ერთი ადამიანი დაიღუპა. იმავე დღეს კი სადგურის 134 თანამშრომელი. ეს ტრაგედიის მხოლოდ დასაწყისი იყო. საბჭოთა მთავრობამ მომხდარი მთელ მსოფლიოს, მათ შორის საკუთარ მოსახლეობასაც დაუმალა. ბირთვული კატასტროფის ეპიცენტრიდან ახლოს მდებარე ქალაქ პრიპიატში რადიაცია დაშვებულზე 1000-ჯერ მეტი აღმოჩნდა. რეაქტორის აფეთქების მიუხედავად ქალაქში ცხოვრება ჩვეულებრივი ტემპით გაგრძელდა. ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დადიოდნენ. თითქოს არაფერი მომხდარა. 1 მაისს ქალაქ ჩერნობილში საპირველ მაისო დღესასწაული გაიმართა. ზეიმი მთელ საბჭოთა კავშირში აღინიშნებოდა. ამასობაში ასობით ადამიანი რადიაციით გარდაიცვალა, 1000-ობით კი დასხივდა და დაინვალიდდა. ყველაზე საშიში ის იყო გავრცელდა ის შემაშფოთებელი, რომ თვითონ უკრაინის ხელისუფლებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა და ბავშვები გამოიყვანეს ჩერნობილის ზონაშიც კი 1 მაისის პარადზე და თქვენ წარმოიდგინეთ ეს პატარა ბავშვები რამდენხანს დაყოფდნენ იქ და შედეგებით შესაბამისად მე უკვე როდესაც ამაზე ახმაურდა ყველა შედეგებიც ძალიან ცუდი ყოფილა, იმიტომ რომ ზუსტად ამ ბავშვებში დაფიქსირდა ძალიან ბევრი გარდაიცვალა და მის დარჩა დაინვალიდდა. ატომურ სადგურზე ავარიის შემდეგ დაბინძურებულ ქალაქ პრიპიატიდან მოსახლეობის დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდა ვალერი ლეგასოვი, ჩერნობილის კატასტროფის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი. ეს მოთხოვნა საბჭოთა მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა. პრიპიატელთა ევაკუაცია დაგვიანდა. სხერპლი გაიზარდა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში ლეგასოვმა თავი ჩამოიხრჩა. რადიაციულმა მტვერმა საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილი, კავკასია, სკანდინავიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი დაფარა. ჩერნობილიდან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებები შეერთებულ შტატებსა და კანადამდე აღწევდა. კატასტროფის შედეგად სკანდინავიის სახელმწიფოებში რადიაციული დონე დასაშვებს 10-ჯერ აღემატებოდა. პირველად განგაში შვედებმა ატეხეს. მომხდარს რუსები დიდი ხანი მალავდნენ. ჩერნობილის კატასტროფა გორმაჩოვმა მხოლოდ 3 კვირის შემდეგ აღიარა. 2 მაისს უკვე იყო საქართველოში აღმოჩენილი ნალექების შედეგად დალექილ სინჯებში კვალი რადიოაქტიური იზოტოპებისა, რომელიც თავიდან ჩვენო მეცნიერებმა არც დაიჯერეს, რომ ეს ჩქარა შეიძლება ჩამოსულიყო, მაგრამ მე როგორც აღმოჩნდა, მიგრაცია მოხდა საკმაოდ სწრაფად და საქართველოში იყო საკმაოდ სერიოზული დალექვა ჩერნობილიდან წარმოქმნილი იზოტოპებისა. Блока номер 4. Выше, держи это место. Держи. Держи, где дым идет. რა მოხდა ჩერნობილში? გამოძიება ბოლომდე დღესაც არაა დასრულებული. მსოფლიოს ატომური უსაფრთხოების კომიტეტის დასკვნის მიხედვით რეაქტორი არასწორად დააპროექტეს. პერსონალი კი საფრთხის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ საბჭოთა გამოძიებამ სადგურზე მომუშავე რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა. ჩერნობილის ბირთვული რეაქტორი 10 დღის განმავლობაში იწვოდა.
ათასობით ადამიანი სხვადასხვა ტექნიკითა და საჰაერო გზით ცდილობდა გაჩენილი ხანძრის კერის ჩაქრობას და მთლიანად დანგრეული რეაქტორის ჩაბეტონებას, საიდანაც რადიაცია ჰაერში იფრქვეოდა. აფეთქების შემდეგ ჩერნობილში 600,000 ლიკვიდატორი ჩავიდა, რომლებიც არ გააფრთხილეს თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ათი პროცენტი დაიღუპა, დაახლოებით 200,000 კი დაინვალიდდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში მარტო საქართველოდან 2,000 ადამიანი მონაწილეობდა. დღევანდელი მონაცემით 800 ადამიანი გარდაიცვალა, 1000-ზე მეტი კი დაინვალიდდა. ქართველი ლიკვიდატორები 11 თვის განმავლობაში აუტანელ პირობებში მუშაობდნენ. ავარიის დროს ბევრი მათგანი 17-20 წლის იყო. ნაწილმა ოჯახი აღარ შექმნა, რადგან ჩერნობილელთა შვილები სხვადასხვა დაავადებითა და თანდაყოლილი პათოლოგიებით იბადებიან. ტრაგედიის შემდეგ დაბადებულ 400-ზე მეტ ბავშვს მუდმივი სამედიცინო კონტროლი სჭირდება. რადიაციასთან მებრძოლები დღეს მიიჩნევენ, რომ ისინი გასწირეს. სისხლის გათეთრება, თმების ცვენა, კბილების ცვენა, სხვადასხვა რა უბრალოდ რა. ახლა ძნელია რა რომ ჩამოთვალოს უყოლას რომ იყო, მაგრამ იყო. თქვენს 12 დღე, მაგრამ დავრჩით 11 თვე. შემცვლელი უკვე აღარ აყვავდა, უკვე ხალხის ნაკადი აღარ იყო იმდენი. ეს გახლავთ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური. 1986 წელს არმაზ სანებლიძე ჩერნობილში ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში სიუჟეტის მოსამზადებლად ჩავიდა. ჟურნალისტებს სპეციალური ავტობუსებიდან გარეთ გასასვლელად მხოლოდ 40 წამი ეძლეოდათ. უფრო დიდი ხნით დარჩენა დასხივებას ნიშნავდა. არმაზ სანებლიძემ ჩერნობილის შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა. და რაც შეეხება ჯანმრთელობას, მერე გამოჩნდა. იმდენჯერ ვარ დაჭრილი, აკემსილი, რომ ჩამოთვალ არ მინდა. იყო შეგრძნება იმისა, რომ მოხდა არაჩვეულებრივი რაღაც, არც ჩვეულებრივის ფარგლებში არ არის სხვა განზომილება, მეტი არაფერი. დანარჩენი იქ უნდა გვენახა და ვნახეთ. ნახეთ აი ეს საოცარი შედეგი, დანგრეული მეოთხე ბლოკი, რომელსაც რადიაციის ჩასახშობად აყრიდნენ ძალიან დიდ ფილებს ტყვიისას. ტყვია ითვლება რადიაციის შემკავებლად. და ამ დროს თურმე წარმოიშვა ისეთი ელემენტები, რომლებიც მენდელევის ტაბულაში არ არის. სხორპლის შესახებ ზუსტი მონაცემი არ არსებობს. მილიონზე მეტი დაღუპული, ამ ციფრს ევროპელი მეცნიერები ასახელებენ. ორგანიზაცია Greenpeace-ის ინფორმაციით ტრაგედიის შედეგად მიღებული დასხივებით დაღუპულია 140,000 ადამიანი, მილიონობით კი კიბოთია დაავადებული. 165,000 ადამიანი სამუდამოდ დაინვალიდდა. გაჩნდა 10,000-ობით შეზღუდული უნარების მქონე ახალშობილი. ჩერნობილის რეგიონი უკრაინაში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა, ყველაზე გამწვანებულ მხარედ ითვლებოდა. თუმცა ადამიანის დაუდევრობამ ჩერნობილი ერთ ღამეში რადიაციულ კოშმარად და სიკვდილის სინონიმად აქცია. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. მე გემშვიდობებით და გიტოვებთ მომავალი გადაცემის ანონსს. ჩვენი მომავალი თემაა Facebook-ი და Facebook-ით შეშლილი მსოფლიო. ნახვამდის.